წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მცდელობა, რომელსაც ეგზოდუსის მოძრაობას უწოდებენ, რომ ებრაელი ამომრჩევლები ტრადიციული დემოკრატიული პარტიიდან რესპუბლიკელებისკენ გადაეყვანათ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა თავად დემოკრატები ამბობენ, რომ მათი პარტიის კანდიდატი ებრაელების მიმართ იმდენად მტრულადაა განწყობილი და საზოგადოებისთვის იმდენად საშიშია, რომ ეს განსაკუთრებულ შემთხვევას ქმნის და რესპუბლიკელისთვის ხმის მიცემას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შემთხვევაში პარტიას უჭერენ მხარს. აი სწორედ ასეთი სიტუაციაა ახლა მიჩიგანში, სადაც ებრაელი ლიდერები, მათ შორის ზოგი დემოკრატი, ღიად მოუწოდებენ ცენტრის მემარცხენეებს, რომ უარი თქვან აბდულ ელ-საიედზე, სენატის კანდიდატზე და ამის ნაცვლად მხარი დაუჭირონ რესპუბლიკელ მაიკ როჯერსს. ერთ-ერთი მათგანი არის მკვეთრი პოზიციით ცნობილი ლიდერი რაბინი აშერ ლოპატინი. შემდეგ მას მოусმენთ გადაცემაში ამერიკული ხედვა. რაბინი აშერ ლოპატინი, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და შემოგვიერთით. თქვენ ახლა ამ ბრძოლის ეპიცენტრში ხართ მიჩიგანში, რაც სენატის არჩევნებს ეხება. ეს რთულია, ბევრი დაძაბულობა, რომელთა გარშემოც ფრთხილად უნდა იარო, ზოგჯერ კი მათზე ფექსას დგამ. პირველ რიგში მადლობა რომ დრო გამონახეთ და შემოგვიერთით. მეორე მხრივ, როგორ ვითარდება ეს ყველაფერი მიჩიგანში, ადგილზე? კარგი, მადლობა მაიკ. ძალიან სასიამოვნოა თქვენს გადაცემაში ყოფნა და ჩემთვის პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. ძალიან მიყვარს 24/7, ასე რომ ნამდვილად პატივია. და იცით, მე რაბინი ვარ. ირადად მოქმედებ ამ შემთხვევაში. მე არ ვქადაგებ ამბიონიდან, რომ ვინმესთვის მისცენ ხმა. მაგრამ უბრალოდ გძნობ, რომ არ შემეძლო ამის დაუშვება. უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, რაც შემეძლო, რათა დავწმუნებულიყავი, რომ აბდულ ელ-საიედი არ აირჩიონ მიჩიგანის სენატორად. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიშია ებრაული საზოგადოებისათვის, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს კატასტროფა იჩნება დემოკრატიული პარტიისა და იმ პროგრესული მიზნისთვის, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს მართლაც შეიძლება დემოკრატიული პარტიისთვის საშინელ დაღმავალ სპირალად იქცეს, თუ კლიშეებს გამოვიყენებ. და ეს არის შხამი დემოკრატიული პარტიისთვის, ასეთი სიძულვილი, ისრაელის დემონიზაცია. და ასევე მართლა ვფიქრობ, რთულია ვიცოდე რა მაწუხებს ყველაზე მეტად, მაგრამ მგონია, რომ ეს არის ეს ურთიერთობა. ჰასან ფაიკერს, რომელსაც არა მხოლოდ დემოკრატიული ლიდერები, რომლებიც მასთან ერთად კამპანიას ატარებენ, მაგალითად აბდულ ელ-საიედი, არამედ სხვებიც ნორმალურად აღიქვან და მასთან მენდე და მასთან მეგობრობენ. იცით, პრაიმერის შემდეგაც კი ის მასთან ერთად იყო და არ ამბობდა, რომ ჩვენ ვემიჯნებით მას. მე ვშორდები მას. არა უბრალოდ ეთქვა, რომ არ ეთანხმება მას. არამედ უნდა ეთქვა, რომ მასთან ერთად ყოფნა არასწორი იყო. და ესეთი რაღაცები იმდენად მაშინებს, რომ ვიგძენი, უნდა ვიყო აქტიური და უნდა მივცე ხმა მაიკ როჯერსს. და ხალხსაც უნდა მოუწოდო, რომ მათაც ასე უნდა მოიქცნენ. მოусმინეთ, მე ვცემ პატივს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ უნდა მისცეს ხმა აბდულ ელ-საიედს, რადგან სენატზე ხელავენ და არ მოსწონთ მაიკ როჯერსის პოლიტიკა და მსგავსი საკითხები. მე ვცემ მათ პატივს. მე ვცემ პატივს ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ უბრალოდ ვერ მისცემენ ხმას არავის, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ხმა ისმოდეს ჩვენს დემოკრატიაში. და სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ღიად მაიკ როჯერსისთვის ხმის მიცემაზე და რაღაცნაირად ვფიქრობ, არ ვიცი, რატომ არის ეს ესეთი დიდი ამბავი. გულისხმობ, ჩვენ მივეცით ხმა, ებრაელებმა მიცეს ხმა, დემოკრატებმა წარსულში რესპუბლიკელებისთვისაც მიუციათ ხმა. იაკობ ჯავიდსი მახსენდება, სენატორი ბრუქსი მასაჩუსეტსიდან თუ ვინმე ახსოვს ეს, დიდი ხნის წინ. ამიტომ არ უნდა იყოს ესეთი თქვათ სიახლე, რომ დემოკრატებს შეუძლიათ რესპუბლიკელს დაუჭირონ ხარი ესეთ სიტუაციაში. მაგრამ გონი ასეა. ამიტომ მე გამოვთქვამ ჩემს აზრს, ჩვენ უნდა ვიყოთ მამაცები. ვფიქრობ, ებრაულ საზოგადოებაში კიდევ სხვა რაღაც ხდება. უნდა ვიყოთ უფრო მამაცები. ყველგან ვატარებ ჩემს ყიფას. როგორც იცით, სირიაშიაც ვატარებ ჩემს ყიფას. ყიფას ვატარებ მაშინაც, როცა დირბორში მივდივარ. და ყველგან ვატარებ ჩემს ყიფას. რაც არ უნდა იყოს ეს ჩვენი ყიფა. იქნება ეს დავითის ვარსკვლავი, იქნება უბრალოდ გამოჩენა, უნდა ვიყოთ უფრო მამაცები. უფრო მეტად უნდა დავდგეთ ფეხზე. ჩვენი ხმა უფრო მეტად უნდა ისმოდეს. ესე რომ ვფიქრობ, ბევრად უფრო დიდი რაღაცები ხდება. და ესეთი კამპანია, როგორიც აბდულ ელ-საიდმა აწარმოა, სავსე იყო ანტისემიტური კოდირებული სიგნალებით და ჰასან ფაიკერის მსგავს ადამიანებთან შეკვრით. ეს ცუდია დემოკრატიისთვის, ეს ცუდია ზრდილობისთვის. ეს ცუდია, იცით, ჰასან ფაიკერმა საშინელი რაღაცები თქვა პოლონელებზე და უკრაინაზე, რომ რუსეთს უკრაინა უნდა დაეპყრო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ყველასთვის ცუდია. უნდა შევაჩეროთ ეს. ვიღაცამ უნდა აიღოს ინიციატივა და შეაჩეროს ეს. ეს მხოლოდ თქვენ არ ხართ, ვინც ამ საკითხს აკენებს. დეტროიტისა და ენარბორის რეგიონებში და მთელ მიჩიგანში სხვა ებრაელი ლიდერებიც არიან, რომლებიც ასევე იღებენ ინიციატივას. ანუ გძნობთ,
გულისმოგ გამოკითხვები ჩვეულებრივ არასანდოა, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, მაგრამ გძნობთ რომ ამას რაიმე გავლენა აქვს, გძნობთ ამას თქვენ საზოგადოებაში. დიახ, ნამდვილად გძნობ რომ ხალხი აყენებს ნიშნებს საკუთარ ეზოებში. Democracy Mike Rogers-ისთვის ან Mike Rogers-ისთვის. ხალხი მე ვფიქრობ, როცა ხალხს გონია რომ შეიძლება ცოტა უფრო მამაცები იყვნენ და ქვეყანას პარტიაზე მაღლა აყენებენ, ებრაელთა უსაფრთხოებას პარტიაზე მაღლა აყენებენ, და ვფიქრობ ეს ნელ-ნელა ვრცელდება. ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მივიღე ყველგანიდან და ბევრი მათგანი უბრალოდ ეხება. ვითხოვდი რომ ეს ეხება ებრაულ სიამაყეს, მაგალითად, მადლობა რომ პოზიცია დაიკავე. და კი, არიან ებრაელი ლიდერები, რომლებიც ამას აკეთებენ. ჩემი მეგობარი ამბობდა მაგალითად, არიან თუ არა სხვა რაბინები, რომლებიც ასე ხმამაღლა საუბრობენ. ფიქრობ every rabbin ესე ფიქრობს, მაგრამ გონია რომ ეს პროცესი ნელა ვითარდება. მაგრამ კი, ბევრი ებრაელი ლიდერია. სინამდვილეში დეტროიტის ებრაული ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, არა პროფესიონალი, არამედ საერო ლიდერი იყო Mike Rogers-ის სენატის კამპანიის ნაწილი. ასე რომ დიახ, ვფიქრობ რომ იცი რა, გარკვეულწილად თუ ეს ებრაულ საზოგადოებას ცოტა მეტ ბიძგს მისცემს, რომ უფრო თამამად გამოხატონ თავიანთი აზრი, ნახე, თუ გიყვარს აბდულა საიედი, ან თუ ფიქრობ რომ უნდა მისცემას ხმა, იმიტომ რომ იცი სენატის ან უზენაესი სასამართლოს გამო და გჭირდება დემოკრატი და ეს ყველაფერი ეს არ არის საკმარისი გამოთქვი შენოთქვი შენი აზრი. ამერიკაში მცხოვრები ებრაელები და პროისრაელური საზოგადოება ზოგიერთებმა დიდი ძალისხმევა გასციეს, რომ ისრაელი გარკვეულწილად ამოეღოთ განხილვიდამიდან, რომ არ გახდეს პოლიტიკური თამაშის საგანი, ასე ვთქვათ. მაგრამ როცა ამ სენატის არჩევნებზე ვსაუბრობთ, და შეიძლება სწორედ ამან გადაწყვიტოს სენატის კონტროლი, ეს არ არის სუპერბოული, მაგრამ პლეი-ოფის თამაშია. და აი აქ ვართ, როცა ამ პოლიტიკურ თემას აქეთ-იქით ისვრია. არის თუ არა რაიმე შეშფოთება, რომ ისრაელის ამ საუბრის წინა პლანზე წამოწევა და შესაბამისად ამერიკელი ებრაული საზოგადოების წინა პლანზე წამოწევა შეიძლება უკუშედეგს გამოიწვიოს. თუ რისკი აქ იმდენად დიდია, რომ უბრალოდ გძნობთ, ვალდებული ხართ ეს საკითხი წინა ხაზზე დაახენოთ. ვიცი, ეს ძალიან კარგი შენიშვნა, მაიკ. ვფიქრობ, მინდა რომ ებრაული საკითხი და ისრაელის საკითხი ცოტა უკანა პლანზე გადავიდეს და შემდეგ ისინი. უბრალოდ იმისთვის, რომ ვისაუბროთ აბდულ საიდის სიძულვილზე, მის უკიდურეს პოლიტიკაზე და იმაზე თუ რას ფიქრობს ამერიკაზე და ეს ყველაფერი უნდა გამოვიდეს. ამიტომ ფიქრობ, რომ მართალი ხარ. იცი, მიჩიგანში ჩვენ გვყავს მიჩიგანის მილიცია. ჩვენ გვყავს ყველანაირი ხალხი, არ ვიცი, ესე ძალიან უყვართ თუ არა ებრაელები, არ მინდა არაფერი თქვა მიჩიგანის მილიციაზე, არ მინდა ვინმეს წინააღმდეგ რამე ვთქვა, მაგრამ იცი, ჩვენ გვყავს ყველანაირი ხალხი, ფიქრობ, რომ შეიძლება Mike Rogers მისცენ ხმა, რომლებიც უბრალოდ, იცი, არ არიან განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ებრაული საზოგადოების მიმართ. მინდა რომ მათ ხმა მისცენ Mike Rogers. არ მინდა თქვან რომ ის ებრაელების ჯიბეშია. ასე რომ შეიძლება კარგი სტრატეგია იყოს ებრაელებისთვის ცოტა უფრო ჩუმად ყოფნა. ვფიქრობ, ჩემი ხმა სინამდვილეში თითქმის უფრო მნიშვნელოვანია ებრაული საზოგადოებისათვის. ეს არის გამოფხიზლების ზარი, რომ ნამდვილად უნდა გამოვთქვა ჩვენი აზრი. ვიყოთ მამაცები და არ ვიყოთ სუსტი ებრაელები. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ კამპანიის გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ მომდევნო 2 თვის განმავლობაში. შეიძლება მოუწიოს თქვას, მოდი ისრაელი გვერდზე გადავდოთ. მე მიყვარს ისრაელი, მაგრამ მოდი ისრაელი გვერდზე გადავდოთ, სხვა საკითხებზე ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ ჰასან პაიქერი არ ფიქრობ რომ ის უბრალოდ გაქრება, რადგან ჰასან პაიქერმა როგორც მსმენია, ასევე გადაკვეთა რასისტული ზღვარი. და კიდევ ერთხელ მისი შეხედულება, რომ რუსეთმა უნდა შეუტიოს უკრაინას, ეს უნდა გახდეს ცნობილი. აბდულა საიდი ამას უჭერს მხარს. ფიქრობ, ეს ნამდვილად ერთ-ერთი ის საკითხია, რომელიც უნდა გახდეს ცნობილი. მაგრამ ფიქრობ, კამპანიისთვის, რაც არ უნდა ფიქრობდნენ, შეიძლება უკეთესი იყოს, ებრაები გვერდზე გადადონ. მაგრამ მეორე მხრივ, თუ იცით, მიჩიგანში დაახლოებით 120,000, შეიძლება 100,000 ებრაელია. და ყველა მათგანი ამომრჩეველი არ არის, თქვათ, 80,000. და მათი დიდი ნაწილი ჩვეულებრივ დემოკრატია. ესენი არიან დემოკრატები, რომლებმაც ალისა სვოტკინს მისცეს ხმა. ასევე მათ ხმა მისცეს ჰეილი სტივენს. თუ მათი დიდი ნაწილი დემოკრატ კანდიდატს არ მისცემს ხმას, ან Mike Rogers მისცემს ხმას, ეს ნამდვილად შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ამიტომ ებრაული საზოგადოების მობილიზება მნიშვნელოვანია, მაგრამ დიახ, კამპანიისთვის, იცით, საქმე მხოლოდ ებრაელებზე არ არის, ამას ვიგებ. სინამდვილეში უბრალოდ ვიტყვი, რომ ასე ფიქრობენ ანტისემიტები. ისინი მართლა ფიქრობენ, რომ ყველაფერი ებრაელებზეა, ყველაფერი ისრაელზეა. ეს არის, იცით, ის 3 მილიარდი დოლარი, რომელსაც ამერიკაში ისრაელს დახმარების სახით ვაძლევთ.
აი რატო აქვს მიჩიგანს ამდენი პრობლემა? მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ამ თანხის დიდი ნაწილი მიჩიგანში სამუშაო ადგილების სახით ბრუნდება. ასე რომ ყველაფერი ებრაელებზეა. და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა მაიკ როჯერსს ეთქვა, იცით, მე მიყვარს ებრაული საზოგადოება, მიყვარს ისრაელი, მაგრამ საქმე მხოლოდ ებრაელებზე არ არის. მხოლოდ ანტისემიტები ფიქრობენ ასე. და მე არ მინდა მიჩიგენში წასვლა, არ მინდა ვაშინგტონში ებრაელებზე გადამეტებული ყურადღებით წავიდე. და აბდულა საიადი მიდის ვაშინგტონში, ის ებრაელებზეა გადამეტებულად კონცენტრირებული და დემოკრატიული პარტიის დანგრევაზე და ამ ყველაფერზეა გადართული. მოდით ავირჩიოთ ვინმე, ვინც შეძლებს გაერთიანებას. მოდით ავირჩიოთ ვინმე მაიკ როჯერსის მსგავსი. ასე რომ ვფიქრობ ეს საინტერესო დინამიკაა ამიკა. ეს ასეა, მაგრამ ბევრი რამ ებრაულმა საზოგადოებამ უნდა აიღოს საფუთარ თავზე. უნდა იყოს ძლიერი და არა სულ ფეხსაცმენდივით. ჰეი, საინტერესო იყო რომ ეს თქვი. მე სულ ახლახან მოვისმინე მაიკ როჯერსის ნათქვამი 1-2 დღის წინ ერთგვარ მიტინგზე ან დებატებზე, რომ ჰასანი, უпростоრად აბდულ ალ-საიედი, ვაშინგტონში პალესტინის წარმომადგენლად სულს წასვლა. მე მინდა ვაშინგტონში წავიდე, რომ მიჩიგანი წარმოვადგინო, ესე ვთქვათ, თქვენი რჩევის გათვალისწინებით. იცით, ჩვენ საუბრობ გარე სამყაროზე და იმაზე თუ როგორ უყურებენ ისინი ამას. თქვენ ბევრი იმუშავეთ მიჩიგანში სხვადასხვა რელიგიურ კოალიციებთან და თემთა შორის ინიციატივებთან. მოусმინეთ, ამ ყველაფრის დიდი ნაწილი ამერიკელი ებრაელების ფართო საზოგადოებისთვის 7 ოქტომბრის შემდეგ დაიშალა. და ბევრი ადამიანი, რომლებიც ამერიკელი ებრაელების ინსტიტუციურ სტრუქტურას მეგობრებად მიაჩნდა, აღმოჩნდა, რომ ასე ძალიან არ იყო. იპოვეთ ვინმე, ამას მუგეს ვერ დავარქმევდი, მაგრამ იყო თუ არა ვინმე იმ კოალიციებიდან, იმ ალიანსებიდან, რომლებზეც ამდენი ხანი მუშაობდით, ვინც მოვიდა და გითხრათ, ჰეი, ჩვენს გვაშფოთებს ეს ადამიანი, ჩვენს გვაშფოთებს ეს სიტუაცია. დიახ, სინამდვილეში მე კონტაქტში ვარ არაბ ლიდერთან. ის ქრისტიანია, მაგრამ არაბი ლიდერია, რომელიც პირველ რიგში რესპუბლიკელია, ის მხარს დაუჭერს მაიკ როჯერს. ის ჩართული იყო არაბ-ამერიკული საზოგადოების დიდი ნაწილის დონალდ ტრამპისთვის ხმის მიცემაში. და არაბ-ამერიკული საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს რომ გაარადიკალონ. მაგალითად, დაახლოებით 20%-ია, ვინც ისრაელის წინააღმდეგ გამოდის, ეს ძირითადად ლიბანელი შიიტი მუსლიმები არიან. იცით, ისინი ფიქრობენ, რომ ისრაელმა დაბომბა ისინი და ამიტომ არიან აქ. მაგრამ მე მესმის და ვფიქრობ კიდევ ერთხელ, რეგიონში მშვიდობა გჭირდება და არ არის აუცილებელი ჰეზბოლაზე და ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ ზოგიერთი შეფასებით მუსლიმური საზოგადოების 80% არ არის დაინტერესებული ესეთი რადიკალიზმით. ეხლა შეიძლება მათ მისცენ ხმა აბდულ ალ-საიდს, მაგრამ ეს არ უნდათ. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ დიარბომში დავდივარ. და იცით, ვფიქრობ, რომ მუსლიმების უმეტესობა, აქაური არაბი, ამერიკელების უმეტესობა ამას არ უნდა. ესე რომ ეს ერთი თემია, მაგრამ ვამბობ, რომ არის ესეთი არაბი ამერიკელი ლიდერი, რომელიც ნამდვილად ფიქრობს, რომ მაიკ როჯერს შეუძლია არაბი ამერიკელების საზოგადოებაში, გაზოგადოებაში გავლენის მოპოვება. რაც შეეხება შავკანიანთა საზოგადოებას, იცით, მიჩიგანში ებრაელებმა და შავკანიანებმა მთლიანობაში ჰეილი სტივენს მისცეს ხმა. და ბევრი არ მინდა ვთქვა ბევრი, რადგან ამდენთან არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შავკანიანი ლიდერი, ვისთანაც მისაუბრია, არ სურს რომ აბდულ ალ-საიდმა ისინი გამოიყენოს. და ზოგიერთი სხვა DSA-ის ხალხი, ამერიკის დემოკრატიული სოციალისტები და მათ გრძნობენ რომ ასეა, რადგან ფიქრობენ რომ ეს ადამიანები მხოლოდ ისრაელზე, გენოციდზე და მსგავს თემებზე საუბარს ცდილობენ. და ისინი საკმარისად არ ღელავენ იმ საკითხებზე, რაც შავკანიანთა საზოგადოებას აწუხებს. ესე რომ არ ფიქრობ, რომ შავკანიანთა საზოგადოებას აბდულ საიედის მიმართ დიდი სიყვარული აქვს. ეს ისაა, რასაც ჩემი აფროამერიკელი მეგობრებისგან ვისმენ. ესე რომ სინამდვილეში ვფიქრობ, რომ კი, ნამდვილად ვფიქრობ, ეს იქნება დაძაბული არჩევნები და ებრაულ საზოგადოებაში გაყოფა იქნება. იცით, მაიკ როჯერს მისცემთ ხმას. თუ ცხვირს მოიჭერთ და აბდულ საიედს მისცემთ ხმას. თუ აბდულ საიედი გიყვართ. ზოგ ებრაელს უყვარს, ღმერთმა დალოცოს ისინი. მაგრამ ეს დაძაბულობა შავკანიანთა საზოგადოებაშიც არის და არ გამიკვირდება თუ ზოგიერთი შავკანიანი ლიდერი, მნიშვნელოვანი ფიგურები მხარს მაიკ როჯერს დაუჭერენ. One Johnson მე არ მინახავს, მაგრამ გავიგე რომ მას ბევრი კრიტიკა ჰქონდა, ღია კრიტიკა აბდის მიდგომის მიმართ. ის კარგი ადამიანია. არ ვამბობ რომ მან ვინმეს დაუჭირა მხარი, მაგრამ იცით რა, გულწრფელად რომ ვთქვა, სწორედ ეს მინდა მოვისმინო. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს შესანიშნავი კოალიციური პარტნიორები, ჩვენი ჰინდუ თემისგან, ჩვენი 200-იანი ქალდეული თემის სახით, ისინი შესანიშნავები არიან და ვფიქრობ, ისინი სინამდვილეში მაიკ როჯერს მისცემენ ხმას. ესე რომ მე იცით, მინდა კიდევ ერთი რამ თქვა, რომ იმედი მაქვს ჩვენი რელიგიათა შორისი ურთიერთობები და ამაზე ბევრ დროს ხარჯავ. მე დეტროიტის JCRC-შიც ვიყავი ჩართული. მე ვიყავი ჩართული თემის გაძლიერებაში Ann Arborში.
და იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობები იმდენად ძლიერია, რომ ის ფაქტი, რომ პირადად ხარს უჭერ მარკ როჯერსს, ამ მეგობრობას არ შეაჩერებს. და გულწრფელად რო გითხრა მაიკ, დამავიწყდა მეორე რა იყო, მაგრამ სიტყვას გადმოგცემ. სინამდვილეში მინდოდა შემდეგ კითხვაზე გადავსულიყავი, შენ ჰეილი სტივენსი აფსენე. და ჩვენი მაყურებლებისთვის ვინც არ იცის, ის პრო-ისრაელი კონგრესმენია, დემოკრატი, რომელიც პარტიის პრაიმერიში ელ საიდთან დამარცხდა. მაგრამ მან ღიად დაუჭირა მხარი იმ რბოლაში გამარჯვებულს ელ საიდს. ჩაკ შუმერი, სენატის უმრავლესობის ლიდერი, ამერიკის პოლიტიკური ისტორიის ყველაზე მაღალი რანგის ებრაელი და ეგრეთ წოდებული შომერი, ებრაელი ხალხის მცველი. მანაც ღიად დაუჭირა მხარი ელ საიდს. განა აქ არ არსებობს შუა გზა, რომ თქვენნაირმა ადამიანებმა და სხვებმა საზოგადოებაში თქვათ, ნახეთ, მაიკ როჯერსს სრულად მხარი არ უნდა დაუჭიროთ. არ არის აუცილებელი რესპუბლიკელებს მისცეთ ხმა, მაგრამ არც ელ-საიდის სრულ მხარდაჭერას უნდა ავრცელებდეთ. განა აქ შუა გზა შეიძლება მოიძებნოს. და იქნებიან ადამიანები, მაგალითად, ჰეილი სტივენსი, ამის მიმართ გაფსნილები. კარგი, ვფიქრობ ძალიან კარგ აზრს ამბობთ და ჯერემი მოსი კენჩიკრის კონგრესში, ის ჩემი რაიონიდანაა და ალბათ გაიმარჯვებს კიდეც, ეს ძალიან დემოკრატიული რაიონია. მან თქვა, რომ გარკვეული ეჭვები აქვს და არ არის ნათელი, დაუჭირა თუ არა მას მხარი. და ასე რომ ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მიდგომაა. იცით, დემოკრატიული პარტიის შიგნით მყოფი ადამიანებისგან არ ველოდები, რომ იტყვიან მაიკ როჯერსს უჭერთ მხარს. იცით, მე რაბინი ვარ, შიდა წრის წევრი არ ვარ. ზოგადად დემოკრატიულად ვაძებ ხმას, მაგრამ ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პარტიის შიგნით მყოფებმა მაინც უნდა დაიკავონ ისეთი პოზიცია, როგორიც ჯერემი მოსს ან ჰილარი სკოლტენს აქვთ. ის დასავლეთ მიჩიგანის წარმომადგენელია. მანაც თქვა, რომ აქვს გარკვეული შეშფოთებები და მე არ ვიცი, მაიკ, დამაწყებინებ საუბარს ჩაკ შუმერზე, რამდენად იმედგამაცრუებელია. და იცი, ეს არის ებრაელები როგორც შმატა. გვინდა ვიყოთ შმატები. აი ეს ბიჭი აბდულურ ალ-საიდი, ჩაკ შუმერის პარტიის ლიდერობიდან ჩამოშორებას სურს. და აქ ჩაკ შუმერი უბრალოდ უჭერს მას მხარს. ისე რომ არ ამბობს, ბევრი შეშფოთება მაქვს, ან ბევრი პრობლემა მაქვსო და მე ვიმედოვნებ ჰეილი სტივენსმა ეს თქვა. ჯერ არ უთქვამს. და მე იმედგაცრუებული ვარ დემოკრატიული პარტიით. ასევე იმედგაცრუებული ვარ, რომ დემოკრატიულმა პარტიამ არ დაგმო ვიტყოდი ძალადობა და შევიწროება, რაც მოხდა მიჩიგანის დემოკრატიულ კონვენციაზე 1 თვის წინ. 6 კვირის წინ, სადაც ჰეილი სტივენს შეძახილებით შეხვდნენ და ესენი ყველა აბდულ ალ-საიდის მხარდამჭერები იყვნენ. ესე რომ და აბდულ ალ-საიდმა საჯაროდ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ეს მიუღებებელია. ესე რომ ეს ცდება ებრაელებს ან ისრაელისადმი დამოკიდებულებას, ანუ გვინდა თუ არა სამოქალაქო პოლიტიკური დისკუსია. და მე მგონია, რომ აბდულ ალ-საიდის მსგავსი ადამიანები და კიდევ ზოგიერთი სხვა და ის არ არის DSA-ის წევრი, მაგრამ ზოგიერთი DSA-ის კანდიდატი და სხვებიც ისინი არაცივილი ატმოსფეროდან სარგებელს იღებენ და ყველაფრის დანგრევას ცდილობენ და მეორე მხარის დემონიზაცია. და ეს მიუღებელია. იცი, ისრაელის არჩევნები სულ გონების უკანა ფონზე მიტრიალებს. და როცა გისმენდი, როგორ თქვი, მე რაბინი ვარ, არა ინსაიდერი. ჩუმად გამეცინა, რადგან არც ერთი რაბინი ისრაელში განსაკუთრებით ეხლა არ იტყოდა, მე რაბინი ვარ, არა ინსაიდერი. ყველა ინსაიდერია, თუ ახლა რაბინი ხარ და არჩევნები მოდის, მინდოდა კითხო, თუმცა ახლო აღმოსავლეთზე რო გადავიდეთ, შენ ბოლო 1 წლის განმავლობაში ამერიკელი ებრაელების, აშკენაზების, სეფარდების, სირიის ებრაელების დელეგაციები მიგიყვანია სირიაში. იქაური საზოგადოება კი, რაც დარჩა იქიდან, ამ ეტაპზე ბევრი აღარ არის, ცდილობს ფესვებთან კავშირი აღადგინოს და სირიის ებრაელებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ტოვებდნენ ამ საზოგადოებას, ისინი გარკვეულწილად ცდილობენ დაბრუნებას. იგებენ რა დარჩა იქ და ცდილობენ ხელახლა დაამყარონ კავშირები და შესაძლოა მომავალისთვისაც ააშენონ რამე. თუმცა ეჯერ ძალიან შორს არის. შეგიძლიათ ცოტა მეტი ინფორმაცია მოგცეთ, ასე ვთქვათ, შიგნიდან. მინდა დავბრუნდე შიგნიდან დანახულზე. როგორი იყო ეს მისიები, ეს დელეგაციები და რას ელით მომავალში? დიახ, მადლობა. ეს ყველაფერი კეთილინების მისიები იყო. და უნდა ვთქვა, რომ სირიის შესახებ გარკვეული შიდა ინფორმაცია მაქვს. და ნაწილი ამ ინფორმაციისა მოდის მიჩიგანში მცხოვრები ერთი საოცარი ექიმისგან, რომელიც 10 წლეულებია ებრაელ მუსლიმთა ურთიერთობებს უძღვება ამერიკის ებრაული კომიტეტის ფარგლებში. ის იყო, ვინც ეს მითხრა წელიწადნახევრის წინ თებერვალში, ეშერ, შენ უნდა წახვიდე. მე აშკენაზი ებრაელი ვარ, სირიელი არ ვარ, მაგრამ მან მითხრა, ეიშ, შენ უნდა წახვიდე სირიაში. და მეც წავედი. ეს იყო, იცით, თებერვალში რევოლუციიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ.
და ძალიან აღფრთოვანებული დავჭი. და იცით რაც ყველაზე მეტად გამაოცა იყო ის რომ ხალხი ისრაელზე ან ღაზაზე არ იყო გადართული. ეს მართლაც კარგი ნიშანია. ანუ ჩვენ გვაღელვებს პალესტინელების ბედი მადარდებს. უიღურების ბედიც მადარდებს, დარფურშიც რაც ხდება, ისიც მადარდებს, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისი ბედიც მადარდებს, მაგრამ არის დრო, როცა სხვადასხვა საკითხებზე უნდა ვისაუბროთ და ისინი სირიაზე ღელავდნენ. ისინი ახლახან იწყებდნენ სირიის აღდგენას. და როცა ხალხმა გაიგო, რომ ებრაელი ვიყავი, ძალიან თბილად მომექცნენ. კიდევ ორჯერ დავბრუნდი იქ. მე ხელმძღვანელობდი რამდენიმე მისიას საოცარ ჯო ჯაჯადისთან ერთად, რომელიც თავად სირიელია და ხელმძღვანელობს სირიის მოზაიკის ფონდს და ჩვენ შესანიშნავი დრო გავატარეთ მთავრობის წარმომადგენლებთან, ძირითადად საგარეო საქმეთა ოფისში, მაგრამ ასევე სოციალური და შრომის საქმეთა მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან. ჩვენ შევხვდით დამასკოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, სადაც ინახება საოცარი დურა ევროპოსის ფრესკები. და ამაზე ბევრი სამუშაო ტარდება ალეფის ფონდში. ეს არ არის ებრაული ფონდი, არამედ ფრანგული ალეფის ფონდი. მართლაც ბევრი საოცარი საქმე კეთდება, ასე რომ მე ვენდობოდი დოქტორ პაშას. ის საჭირო ხალხს იცნობდა. მისი ოჯახის დიდი ნაწილი ასადის მიერ იქნა მოკლული. და მისი შეხედულება და აქ უკვე ამ საკითხზე ჩემს მკაფიო პოზიციას ვაფიქსირებ, რომ ახალი სირიის არსებობის მიზეზი ისრაელია, რადგან ისრაელმა დაარტყა ჰეზბოლას. ისრაელმა დაასუსტა ირანი და შესაბამისად ბაშარმა, რომელიც ადრე ჯოლანი იყო, შეძლო რევოლუციის წარმატებით განხორციელება. ისრაელი ბუნებრივი მოკავშირე იქნებოდა სირიისთვის. და ვიცი რომ არსებობს პრობლემები დრუზებთან და ალავიტებთან, ქურთებთან. მე მიყვარს ქურთები, მაგრამ სირია უნდა იყოს მთლიანიც და ერთიანიც. და ეს ისეთი შესაძლებლობა იყო ისრაელისთვის. და წელიწად ნახევრის წინ და ყველას ეჭვი ეპარებოდა. და შემდეგ ხალხი ამბობდა, ბაშარი დიდხანს აღარ დარჩება. და მერე მას ჯოვანის დაუძახებენ, ის ისლამისტია და ასე შემდეგ. ეს დიდი შესაძლებლობა იყო ისრაელისთვის. სირიამ მიმართა თქვა, ჩვენ გვინდა მშვიდობა ყველა ჩვენს მეზობელთან. რა თქმა უნდა, გოლანის საკითხი უნდა განიხილოთ. და რა თქმა უნდა, მე არ ვიტყოდი, რომ გოლანიდან ყველა ტანკი უნდა გაიყვანონ. უი, მშვიდობა, არა. იცი, ებრაულად ამბობენ, კაბდელ ვეხაშტეხუ, ენდე, მაგრამ გადაამოწმე. ფრთხილად უნდა იყო, მაგრამ ეს ესეთი შესაძლებლობა იყო. და ეს იყო შესაძლებლობა სირია ცოტათი დაეშორებინათ თურქეთისგან. არ უნდათ რომ ვინმეზე მათ შორის თურქეთზეც იყვნენ დამოკიდებული. მათ იციან რომ თურქეთს სინამდვილეში სურს ისინი ოსმალეთის იმპერიის ნაწილად აქციოს. ასე რომ ეს დიდი შესაძლებლობა იყო. და მე იმედი მქონდა რომ ეს ებრაული კეთილინების მისიები, რადგან ვფიქრობ, ხალხი აერთიანებს ებრაელებს, ისრაელს და ამ ყველაფერს მართლა იმედია გამოიწვევდა იმას, რომ ხალხს სირიაში უფრო დადებითი გრძნობები გაუჩნებოდათ. ამიტომაც გავაკეთე ეს. და როგორც აღნიშნე, ბოლო ორი მოგზაურობა იყო სექტემბერში და დეკემბერში. მაიქ ძალიან მინდა რომ სირიაში წახვიდე. სირია ძალიან მიყვარს. და ასე რომ ბოლო ორი მოგზაურობის დროს დამასკოში ყველგან კიპა მეკეთა. და იცი ხალხი ზოგიერთმა ჩვენზე იკითხა და ჩვენთან ერთად სურათების გადაღება უნდათ. იცი მე მოხედე, მე არ ვიცი შიგნით რა ხდება, მე არ ვარ ქალდაცვის სფეროს ადამიანი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი სირიული და არაბი მეგობრები ამბობდნენ, რომ ეს იყო დიდი შესაძლებლობა ისრაელისთვის, რადგან სირიამ იცოდა, რომ სწორედ ისრაელმა დაარტყა ჰეზბოლას ირანში. და სირიელების ძრულთ ჰეზბოლა და არ უყვართ ირანი. აი ესეც საკმარისია. დრუზები, ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ. დრუზები ბედუინების წინააღმდეგ და ეს ერთი მეორეს ებძვის. ძალიან რთული ადგილია ახლო აღმოსავლეთი და მეწოდებიან ქურთები, იცი ქურთისტანშიც ვიყავი ჩემს ქალდეվել მეგობრებთან ერთად, მიჩიგანიდან. ჩვენ ქურთისტანში წავედით, ალქოშიც ვიყავი, სადაც წინასწარმეტყველი ნაუმის საფლავია, ასე რომ იცი, მე მინდა ქურთისტანი. ეს საჯაროდ მაქვს ნათქვამი. მე მხარს უჭერ ქურთისტანს ერაყში. და მოდი სირია იყოს მთლიანად. და იმედი მაქვს, ისრაელი გონივრულად მოიქცევა და მართლა იტყვის, რომ სირიად შეიძლება იყოს დიდი მოკავშირე. და ეს გჭირდება, რადგან უნდა შევაჩეროთ ირანი, რომ არ გააგზავნოს ეს იარაღი ჰეზბოლასთვის ლიბანში. ამიტომ უნდა შევაჩეროთ არალეგალური ნარკოტიკების ვაჭრობა კაპტაგონე. ასე რომ მე ისევ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი სირიის მიმართ. და მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გარკვეული შიდა ცვლილებები მოხდა და მე აღარ ვარ მათთან ისე დაკავშირებული, მგონია რომ ჩემი ექიმი მეგობრების კავშირებიც აღარ არის ისეთი კარგი როგორც ადრე. მე მაინც მაქვს იმედი რომ შეიძლება ისევ დაუბრუნდეს სირიაში და მე შემიყვარდა სირიის ხალხი. იცით, ისრაელში ამბობენ აცაგაეს. ეს ყველაფერი შოუა. კი, ეს საოცარი შოუა. ერთი მხრივ ეს მართლაც საოცარი შოუა. მეორე მხრივ კი, იქ მოხვედრა ასე მარტივი არ ყოფილა. საჭიროა ფორმების შევსება, ვიზები და სხვა მსგავსი საკითხები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შოუ არ არის.
და ვფიქრობ საკმარისი სამუშაო შესრულდა. ბაშარმა წელიწადნახევრის განმავლობაში აჩვენა, რომ ეს ირანი არ არის, ეს ხომეინი არ არის. იცი, როცა ხომეინი მაშინვე შევიდა, ქვეყანა ისლამურ რესპუბლიკად გადაიქცა და შენ დაინახე მტკიცებულებები, საითაც მიდიოდა ყველაფერი. ეს სრულიად განსხვავებულია. აგი ვიტყვით მომავალ წელს იერუსალიმში, ვიტყვით მომავალ წელს დამასკოშიც და იმედია შევძლებთ, რომ ეს გამოვიდეს დაახლოებით 20 წამში. იუდევლებს სირიაში დასაბრუნებელი რამე აქვთ? დიახ, საოცარია, იქ სინაგოგებია, გვერდით სასაფლაოა. არ ვიცი, იუდევლებმა უნდა გადავიდნენ თუ არა საცხოვრებლად იქ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, თუმცა ქალაქი ძალიან ლამაზია. იცი, დამასკო რაღაცით ისეთია, როგორიც ისრაელი 60 წლის წინ იყო. მაგრამ ძალიან კარგია დაბრუნება და სირიის ხალხთან შეხვედრა. ისინი იუდევლებს სიხარულით მიიღებენ. რაბი აშერ ლოპატინი, დიდი მადლობა იქ მიჩიგანში. მალე ისევ ვისაუბრებთ, თავს გაუფრთხილდით. დიდი მადლობა თქვენს ჩანათოა.